უმრავლესობის სახელით ბატონი დავით ონოფრიშვილი, მე მგონი 3 წუთი თქვენს. როგორც კი დავასრულებთ ამ ანგარიშის განხილვას, გავივლით რეგისტრაციას და იქნება კენჭისყრები. ამიტომ გთხოვთ, რომ მოვუხმოთ დარბაზში დეპუტატებს. მადლობთ. ონოფრიშვილია. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ორივე საკითხზე 2012 წლის წლიურ ანგარიშზე დადგენილება წარმოდგენილია, რომ მიღებული იქნას ეს ანგარიში და თქვენს წინაშე ასევე დარიგებულია დადგენილება ეროვნული ბანკის 2012 წლის ანგარიშის თაობაზე. რაც შეეხება ამ საკითხის განხილვას, საკმაოდ დრო დაუთმო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა, იყო განხილვები ექსპერტებთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ მთელ რიგ საკითხებში იყო წლის განმავლობაში 2012 წლის განმავლობაში პრობლემები. პირველ რიგში ეს არის თარგეტირება, რაზეც აქ ლაპარაკი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ბიუჯეტს როცა ვამტკიცებთ, იქვე ჩვენთვის ცნობილია თუ რა ინფლაციაზე არის დაახლოებით ეს გათვლილი, რომელიც 6% იყო და რეალურად ჩვენ შედეგი 2012 წელს გვაქვს დეფლაცია და მხოლოდ 3 თვე იანვარი, ივლისი და ოქტომბერი იყო დადებითი 2012 წლის პერიოდში. ამავე დროს თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან იყო ლარის გაცვლითი კურსის დამყარების პოლიტიკა მთლიანობაში უცხოური ვალუტის მიმართ, დეფლაცია და ვალუტის გამყარება მთლიანობაში ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და გარკვეულ პრობლემებს ქმნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ეს ერთ-ერთი სწორედ ის შემაფერხებელი ფაქტორი იყო, რომ 2012 წლის პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი არ იზრდებოდა ისეთი ტემპით, სამუშაო ადგილებიც არ იქნებოდა ესეთი ტემპით, რადგანაც ეკონომიკას არ გააჩნდა ის რესურსები, რომ უფრო მეტად ამოძრავებული იყო და იგივე პრობლემები არის დღესაც, რომელიც არ მხოლოდ ცხადია ეროვნული ბანკის, არამედ მთლიანობაში განვითარდა ეკონომიკაში. ასევე მეორე მომენტი, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 2011 წლის ბოლოს პარლამენტმა ოქტომბრის თვეში მიიღო და ამოქმედა ცვლილებები საახსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში და საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც საგადასახადო გირავნობის იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნება კომერციული ბანკის გირავნობის იპოთეკის რეგისტრაციამდე პერიოდს და რიგითობაში პირველი ჩააყენა სახელმწიფო და რითაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა კომერციულ ბანკებს. ეს კანონპროექტები პრინციპში ცნობილი იყო ძალიან კარგად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისათვის 2012 წლის განმავლობაში, ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ამის გამო მოხდა, რომ კონკრეტულად, როგორც მინიმუმ, კონკრეტულ ერთ ბანკს შეექმნა პრობლემები და ამ ანგარიშიდან არ ჩანს თუ რატომ მოხდა და გაიზარდა წინა წლებთან შედარებით 230 მილიონი ლარი ცესხებზე შესაძლოა დანაკარგებზე გაწეული ხარჯები, რის გამოც საბანკო სისტემის მომგებიანობა 2011 წელთან ორჯერ და მეტად შემცირდა, ხოლო ის ერთადერთი ბანკი, რომელსაც ყველაზე მეტი ზიანი მიეყენა, სწორედ გახდათ ქართულ ბანკი. საკრედიტო პორტფელიში არსებული კორპორატიული სესხების მნიშვნელოვანი ნაწილის უზრუნველყოფის გარეშე დარჩა და ბანკმა დაახლოებით 200 მილიონი ლარის ოდენობის სასაზღვრო უზრუნველყოფა დაკარგა. აი ესეთი მიდგომები და ჩარევები სწორედ არ უნდა იყოს და არანაირად არ არის მისაღები ისეთი ინსტიტუტისათვის, როგორიც არის ეროვნული ბანკი, ის უნდა იყოს მართლაც დამოუკიდებელი, ყოველგვარი პოლიტიკური და თავისუფალი პოლიტიკური ჩარევებისაგან, რაც პრაქტიკულად არ იყო
უზრუნველყოფილი 2012 წელს. სწორედ ეს შეკითხვებია, ეს მომენტებია, რომელთაც პრობლემატურობა შეუქმნეს დამოუკიდებლობას, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენ განვიხილეთ ეს პროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა მიიღოს პარლამენტმა. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ დღეს როცა ველოდებით ინვესტორების მოზიდვას, როცა საფინანსო ბაზარის გაუმჯობესებისკენ არის ტენდენციები, მთლიანობაში ასეთ მდგომარეობაში უფრო ასე ვთქვათ რადიკალური მოთხოვნა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ შეიძლება უფრო რთული ყოფილიყო, რთულად წარმართულიყო შემდგომში განვითარების პროცესები ინვესტორებთან მიმართებაში, იქნება ფონდებთან მიმართებაში, ასევე გავიზიარეთ გარკვეულწილად საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასე ვთქვათ, მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით და თქვენ მიერ წარმოდგენილ პროექტში პირველ პუნქტად არის, რომ დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2012 წლის ანგარიში, მაგრამ ამავე დროს მეორე პუნქტად 2013 წლის 10 სექტემბრამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვოს წარმოადგინოს ინფორმაცია მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების მიმდინარეობის შესახებ. ეს არის თქვენს წინაშე და ვთქვით ხარი დაუჭიროთ მაგალითად. დიდი მადლობა ბატონო დავით. მაშასე ჩვენ განვიხილეთ როგორც საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიში, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის 2012 წლის ანგარიში. რიგი გამოსვლელების არ გამოსულან, არ უსარგებლიათ თქვენს წინაშე გამოსვლის უფლებით, თუმცა დარიგებულია მათი მოხსენებები თქვენ თითოეულს გაქვთ წინ და შესაბამისად შეგიძლიათ